თემაზე ვსაუბრობთ ნინო კალანდაძესთან ერთად, ის ჭავჭავაძის ცენტრის ხელმძღვანელია. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მადლობთ მოწვევისთვის. თავარი კითხვა, რომელიც ჩვენს აუდიტორიას აინტერესებს, არის შემდეგი: რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოსთან მიმართებით ახალი ადმინისტრაციის პირობებში? მოგესალმებით. პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საყურებელი იყო გუშინდელი ცერემონიალი, არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით, არამედ ტრანზიციაში მყოფი ქვეყნებისთვის ძალიან კარგი მაგალითი იყო, როგორ შეიძლება არაპომპეზური და სადა, მაგრამ ამავდროულად ძალიან შთამბეჭდავი ღონისძიება ჩატარდეს, როდესაც საზოგადოება არის დემოკრატიული, როცა ყველა პრეზიდენტი მიწვეულია, როდესაც პოლიტიკური პოლემიკის საკითხები წარსულს ჩაბარდა კამპანიის პროცესში არსებული და ახლა რაღაცნაირად ყველა ერთად სახელმწიფოებრივად უდგება საკითხებს. ცხადია, რომ გუშინდელი გამოსვლები თუ სიტყვა, ვთქვათ, უფრო ზოგადი ხასიათის იქნებოდა ვიდრე კონკრეტული მიმართულებები, რომელიც დასახელდებოდა, იმიტომ რომ გუნდის პოლიტიკა თავისთავად იმთავითვე ცხადია, მაგრამ მაინც გამოიკვეთა რამდენიმე კონკრეტული მიმართულება. ჩვენ ვიცით, რომ ვთქვათ ტრამპის უფრო ძირითადი პოლიტიკის მიმართულებად ითვლება თითქოს საშინაო პოლიტიკა, მაგრამ ვინაიდან მისი ძირითადი აქცენტი არის სწორედ ამერიკის ეკონომიკის კიდევ მეტად გაძლიერებაზე, ამერიკის ეკონომიკა წარმოუდგენელია მისი სამეკავშირეო პოლიტიკის, საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო ვაჭრობის გარეშე. შესაბამისად იკვეთება ის, რომ საგარეო ურთიერთობებში განსაკუთრებულ სიახლეებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ჩანს, რომ ძალიან მკაფიო წითელი ხაზი ივლება მოკავშირეებსა და მტრებს შორის, რომელიც როგორც ახალი ადმინისტრაციის გუნდის წევრებმა ინაუგურაციამდეც განაცხადეს, მათი პოზიციები ცნობილი იყო, მაგრამ გუშინაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ ძალიან მკაფიო პოლიტიკა იქნება ამერიკის შეერთებული შტატების, ვთქვათ, იმაზე, რაც ამერიკის უსაფრთხოებას ეხება მათ შორის. რაც ამერიკის უსაფრთხოებას ეხება, რაც გლობალურ უსაფრთხოებას ეხება, რაც ამერიკის ვაჭრობას საფრთხე შეიძლება შეუქმნას, რამაც ენერგოპოლიტიკას შეიძლება საფრთხე შეუქმნას და ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენ აქამდეც ვიცოდით, რომ გამოწვევა იყო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ეს გამოწვევები ზუსტად ისევ ჩნდება და ძალიან მკაფიოდ იდენტიფიცირდა კონკრეტული რეჟიმების ჩამონათვალი, რომლებმაც შეიძლება მსოფლიოში დემოკრატიებს საფრთხე შეუქმნან და ეს არის რეჟიმები, რომლებიც ავტორიტარიზმს აძლიერებენ თავის ქვეყნებში და მიმდებარე გეოგრაფიულ არეალში. ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი ძალიან ცალსახად დაფიქსირდა. რომელთანაც თანამშრომლობს ივანიშვილის რეჟიმი. რომელთანაც თანამშრომლობს ივანიშვილის რეჟიმი. ამ ჩამონათვალიდან სულ რო სხვა არაფერი არ ვივარაუდოთ, შეგვიძლია ამ ჩამონათვალით უკვე განვსაზღვროთ ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა რეგიონთან მიმართებით, შავი ზღვის რეგიონთან, კავკასიის რეგიონთან და კასპიის ზღვის რეგიონთან მიმართებით უცვლელი დარჩება, უფრო მეტიც შესაძლოა კიდევ უფრო მეტად სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭოს სწორედ უსაფრთხოების კონტექსტიდან გამომდინარე. ასევე აშკარაა, რომ საქართველოში თუ აქამდე რაღაცნაირად ცდელობა იყო, რომ განსხვავებულად წარმოეჩინათ ეს საკითხი, საქართველოს დემოკრატიული განვითარება გეოპოლიტიკური თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანია ტრამპის ახალი ადმინისტრაციისთვის, ვიდრე მხოლოდ ტერიტორიული დატვირთვა, რომელიც თქვა ავტორიტარებთანაც. გუშინ ოცნების წარმომადგენლების, მათ შორის Facebook-ზე აქტიურად წერდნენ, მათ შორის გამოვიდა მიხეილ ყაველაშვილი, თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ივანიშვილის. ეს მათი, თქვათ, გამოხმაურებების ზოგადად ქართულ ოცნებას რამდენად ექნება სიმშვიდის საფუძველი. ჩვენ ვიცით, ვინ არის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელიც ასევე იქნება შეუვალი ირანის მოკავშირეებთან მიმართებაში და ასევე იმ რეჟიმებთან მიმართებაში, რომელიც აქტიურად ეთანამშრომლებიან სწორედ ავტორიტარულ რეჟიმებს, იგივე ახსენეთ თქვენ კიდევ ჩინეთი, ირანი და ასე შემდეგ. მე არ მგონია, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებს რაიმე საფუძველი აქვთ ხიარულების ამ თვალსაზრისით, უფრო მეტიც აქამდე ყველანაირად გამოიკვეთა ის, რომ ყველა მოლოდინი ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ, რომელიც მათ ჰქონდათ, რომ ისინი თითქოს და უფრო მობიერი იქნებოდნენ ივანიშვილის ოლიგარქიული სისტემის მიმართ, აღმოჩნდა, რომ არც სიმართლეს შეესაბამება, აღმოჩნდა, რომ საერთოდ არასწორი შეფასება იყო ამერიკული პოლიტიკის და მათ შორის ტრამპის ახალი ადმინისტრაციის და აღმოჩნდა, რომ მათ სინამდვილეში არანაირი გზები არ აქვთ. ეს რომ ასე
ყოფილიყო, მაშინ ჩვენ ამას და ეს გადაღებული 20 იანვრის თემა აქტუალური იქნებოდა, ჩვენ ვნახავდით გუშინ მინიმუმ ერთ ოფიციალურ წარმომადგენელს, კულუარულად მაინც გვეცოდინებოდა, რომ ვინმე იქნა მიწვეული რაიმე სახის დიალოგის საწარმოებლად. ტრამპი ახსენებდა deep states და ამაზე რაღაცნაირად ჩაეჭიდებოდა ქართული ოსნება, თუმცა ესეც არ ხსენებდა. მინიმუმ იმას მაინც არ გააკეთებდნენ, რომ სხვა წარმომადგენელს მიიწვევდნენ, რომელიც უბრალოდ არანაირად არ წარმოადგენს დღეს ბიძინა ივანიშვილის გუნდს და არანაირად არ ასოცირდება რეჟიმთან. ერთი ადამიანი არ იყო აქედან მიწვეული, არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა ივანიშვილის რეჟიმის სასარგებლოდ, სამაგიეროდ ბევრი განცხადება გაკეთდა დიქტატურების წინააღმდეგ, ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ, ოლიგარქიული რეჟიმების წინააღმდეგ და საქართველოში არსებული ძალაუფლების უზურპატორების წინააღმდეგ, რომლებსაც დიდი ალბათობით სანქციები ემუქრება, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ სია ჩამონათვალი, რომელიც გადაეცემა რუბიოს და ამავდროულად სულ რამდენიმე ხანში დიდმა ბრიტანეთმა არ დააყოვნა, რომელიც შეუძლებელია, რომ ეს ახალ ადმინისტრაციასთან შეუთანხმებელი ქმედება იყოს. ამიტომ არაფერი არ მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმს სალხინოთა აქვს საქმე, სამაგიეროდ ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს დემოკრატიზაციასთან მიმართებით უცვლელი თუ არა, კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აყვანილი თუ არ იქნება, უცვლელი დარჩება ცალსახად. აი, ელოდები თუ არა, რომ მაგალითად დონალდ ტრამპის, თქვათ, დონეზე მოხდეს გამოხმაურება იმ პროცესების მიმართ, რომელსაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ბოლო რამდენიმე თვეა საქართველოში, შესაძლოა თუ არა ვენესუელას შემთხვევაშიც თქვას დონალდ ტრამპმა, რომ აქ ხელისუფლება არის არალეგიტიმური ელოდებით თქვენ მსგავსი ტიპის განცხადებას, თუ მაინც კონგრესის დონეზე დარჩება გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებაში. მე ველოდები, რომ ტრამპის პოლიტიკური გუნდი უშუალოდ იქნება საქართველოს საკითხებით დაინტერესებული. პირველი, იმიტომ რომ უკრაინაში ომი მიმდინარეობს, რომელიც აწუხებს მთელ მსოფლიოს და პირველ რიგში ვაშინგტონს და ახლა უკვე თეთრსახს. ველოდები იმას, რომ ადეკვატური აღქმა არსებობს იმისა, რომ საქართველოს და უკრაინის და მოლდოვას გაყოფა ამ შემთხვევაში შეუძლებელია, რომ ეს პირდაპირ უკავშირდება ევროპულ უსაფრთხოებას, რომ ეს პირდაპირ უკავშირდება მათ შორის ევროპის ენერგოუსაფრთხოებას, დივერსიფიცირების პოლიტიკას, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტრამპის პოლიტიკაში და პრიორიტეტებში და ველი რომ შეგვიძლია გქონდეს მოლოდინი იმისა, რომ საქართველო ნამდვილად იქნება დღის წესრიგში, მათ შორის იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარდა, იმის გათვალისწინებით, რა განცხადებებს აკეთებენ ტრამპის გუნდის წევრები და იმის გათვალისწინებით, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, სწორედ საქართველოში არსებული პროტესტების ფონზე იქნა ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე მიწვეული. ის არ იქნა მიწვეული იქ როგორც სახელმწიფო მეთაური ან წარმომადგენელი როგორც ასეთი, ის იქნა მიწვეული იქ როგორც სახალხო პროტესტის გამხმოვანებელი და წარმომადგენელი. იყო ქართული ოსნების წარმომადგენლების გამოხმაურება, სწორედ სალომე ზურაბიშვილი. ქართული ოსნების წარმომადგენლებს არც ერთ დარბაზში არ დასვეს, ქვეყანაში არ მიიწვიეს, ან არანაირ დარბაზში არ დასვეს და სალომე ზურაბიშვილი იქნა იქ მიწვეული და მთელი რიგი შეხვედრები აწარმოა, მათ შორის ახალი ადმინისტრაციის წევრებთან, სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს პოლიტიკა აინტერესებთ მან. ეს არის ძალიან გამოკვეთილი გზავნილი. პირველი, რომ მათ აინტერესებს საქართველოში დემოკრატიული ხმა და მეორე, რომ მათ არ აინტერესებთ ივანიშვილის წარმომადგენლების პოზიცია. მაინც ხედავთ თუ არა იმას, რომ აი რა კი გავს საუბრობთ ივანიშვილის იზოლირებაზე, რომ საერთაშორისო იზოლაციაში არის სრულად მოქცეული. ივანიშვილი ეს მას რა დისკომფორტს უქმნის და საერთოდ უქმნის თუ არა. ჩვენ ვნახეთ, რომ ის სასწრაფო წესი ტოვებს ოფშორულ ზონებს, ნაწილი ქონება გადააფორმა შვილის სახაზე, ნაწილი საკუთარ სახაზე გადაიფორმა. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ეკატერინა ხვედელიძის სახაზეც გადააფორმა. მაინც არანაირ დისკომფორტს არ უქმნის, ასე ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს, ყოველ შემთხვევაში ასე პოზიციონირებს ის, რომ არ აინტერესებს არაფერი, პირიქით მას ურჩევნია, რომ საკუთარი ქონება დააბინაოს უსაფრთხო გარემოში, ამ შემთხვევაში საქართველოში და ვნახეთ, რომ ის საერთაშორისო იურისდიქციებს აღარ ენდობა. რისი ეშინიან, რისი უნდა ეშინოდეს ახლა ივანიშვილს? ჩვენ ცხადია ამ პროცესების ფონზე და საყოველთაო რაღაც ერთგვარი ეიფორიის ფონზე არ უნდა მივეცეთ იმ ილუზიას, რომ ივანიშვილი ამ დღის წესრიგისთვის მზად არ იყო. ის დიდი ხანია ამისთვის ემზადება და ყველაზე გვიან მას შემდეგ, რაც ის გააფრთხილეს, რომ თუ რუსული კანონის რეინიცირება მოხდებოდა, თუ ის ყველა მოწოდების მიუხედავად გაიტანდა ამ რუსულ გადაწყვეტილებას და რუსულ ინსტრუქციებს დაემორჩილებოდა, მაშინ მას და მის გარემოცვას, მათ შორის მის ფინანსურ და მატერიალურ სიკეთეებს საფრთხე შეექმნებოდა.
უფრო მეტიც მან დიდი ალბათობით უკვე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთის თავის კოლეგა ოლიგარქებს დაეხმაროს სანქციებისთვის თავის არიდებაში, უკვე ეცოდინებოდა, რომ მან გარკვეული ზომები უნდა მიიღოს იმისთვის, რომ თავისი კაპიტალი დასავლური სანქციებისგან დაიცვას. ამისთვის ის მზად იქნებოდა და ვინაიდან ეს გადაწყვეტილება მიუხედავად ყველა გაფრთხილებისა მიიღო, ცხადია და ჩვენ ვნახეთ კანონი, რომელიც მან მიაღებინა თავისივე ჯიბის პარლამენტს, რომ დაცული იყოს ოფშორული ზონებიდან შემოსული კაპიტალი, ცხადია, რომ ეს მის ფინანსურ სიკეთეებს ეხებოდა და შესაძლოა რუსების, მაგრამ არავინ კონკრეტული სხვას. ამიტომ კი ცხადია ის ამისთვის ემზადება. მიუხედავად ამისა, იზოლაცია მათთვის განსაკუთრებულ დისკომფორტს წარმოადგენს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ივანიშვილის ძალაუფლება დგას რაღაც გარკვეული ტიპის კორუფციული ფულის მიმოქცევაზე, რომელიც არის აკუმულირებული არა მხოლოდ მასთან, არამედ მის უშუალო გუნდთანაც, რომელზეც დგას მისი ძალაუფლება. ივანიშვილი ფულის გარეშე არაფერს არ წარმოადგენს. ივანიშვილს არ აქვს ელექტორალური სიმყარე, ივანიშვილს არ აქვს რაიმე სახის სხვა ტიპის ლეგიტიმაცია, ის არის უბრალოდ ადამიანი, რომელიც ფულით და ძალაუფლებით ბიზნესმენები, რომელიც ოლიგარქთან აშკარაა, რომ ძალსახად აშკარაა, რომ და ვლინდება ეს ყველა მათ განცხადებაში, შეხვედრებში თუ არსებულ ვითარებაში, რომ მსხვილი ბიზნესი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ კორუფციულ სქემებში და დაინტერესებულია, რომ შეინარჩუნოს არსებული რეალობა, ან დაუბრუნდეს ყოველ შემთხვევაში სანქციებამდე რეჟიმს, აშკარაა, რომ ისინი ძალიან შეწუხებული არიან, აშკარაა, რომ ისინი გრძნობენ ეკონომიკურ და ფინანსურ ყევებს საქართველოში და მათ რაღაც ტიპის გამოსავალის ძიება სურთან. ეს ნიშნავს, რომ ის ფუნდამენტი, რაც უმაგრებს ივანიშვილს ძალაუფლებას, ის ირყევა იზოლაციის პირობებში და ეს რყევები სულ უფრო მეტად გაძლიერდება, რაც უფრო გაღრმავდება იზოლაცია. და ის, რომ იზოლაციის პოლიტიკა დასავლეთიდან ამასობაში გაღრმავდება საქართველოს მისამართით, ცხადყოფს საერთაშორისო პოლიტიკა, რომელიც ყოველდღიურად ჩდება, გვესმის და მათ შორის 20 იანვარმაც ჩაიარა ისე, რომ ეს გადაწყვეტილებები არ შეცვლილა, ამიტომ აშკარაა, რომ იზოლაცია ივანიშვილსაც უქმნის დისკომფორტს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ის საფუძველი ირყევა, რომელზეც ის დგას, თორე რასაკვირველია, ის თავისი ქონების დიდ ნაწილს შეძლებს, რომ უსაფრთხოდ გადამალოს. თუმცა ასევე ცნობილია, არც თუ კულუარებიდან, რომ ამ კორუმპირებული ჯგუფის ქონების დიდი ნაწილი, რომელიც ემირატებში იქნა გადატანილი, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ემირატები ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე სახელმწიფოა და ისინი დიდი ალბათობით და მათ შორის იმის გათვალისწინებით რა ქმედებებს ჩადიან ჩვენი ღირსეული წარმომადგენლები იქ, ამის გათვალისწინებითაც ასე ბოლომდე დაცული ალბათ არავის ქონება არ არის. ერთი ამერიკული სანქციები და ბრიტანეთში, თქვათ, განსახილველი სანქციები, რომელიც უახლოვდება ოლიგარქს და მის გარემოცვას, თუმცა საინტერესოა ვისაუბროთ ევროკავშირზეც და მის როლზეც ვნახეთ კონკრეტული გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების შეწყვეტასთან დაკავშირებით. დღეს ვიცით, რომ ევროპარლამენტში დაგეგმილია დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებით, იმ კრიზისზე ისაუბრებენ ევროდეპუტატები, რომელიც ჩვენ ქვეყანაშია შექმნილი. მაინტერესებს ევროკავშირის მხრიდან რა ტიპის ახალ გადაწყვეტილებებს უნდა ველოდოთ თქვენი აზრით? რა არის მოსალოდნელი? არ ვიცი, რამდენად ახალს შეიძლება ველოდოთ, მაგრამ ცალსახად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ეტაპებზე გადავდივართ ახლა. გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ მიიღეს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ჩვენ ალბათ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან და შემდგომ უკვე რუსული კანონის ინიციირების პროცესიდან ბევრჯერ გვითქვამს, რომ ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის პოლიტიკა ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ადრე თუ ქონია შემთხვევები, რომ რაღაც გარკვეული კონკურენცია იყო ხოლმე და ერთსულოვნება არ სუფევდა, უპრეცედენტო ერთსულოვნება არსებობს რეგიონთან მიმართებით, ნატოს გაფართოების პოლიტიკასთან მიმართებით, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასთან მიმართებით და ამ კონკრეტულ სამქვეყანასთან მიმართებით, რომელიც არის უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, ანუ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების მიმართ. ამიტომ ესეც ცხადყოფს იმას, რომ ეს ერთსულოვნება ძალაში რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციები ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიცვალა, ეს ევროპარლამენტში შეიცვალა ცალკეული წარმომადგენლობები, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონული პოლიტიკა მათთვის არა მხოლოდ დღის წესრიგში რჩება, არამედ ისინი მიღებული გადაწყვეტილებებიდან უკან არ დაიხევენ. ეს ნიშნავს იმას, რომ სანქციების პოლიტიკაზეც კიდევ უფრო მკაცრად გაგრძელდება ვითარება. ევროკავშირშიც ცხადია, რომ ელოდნენ ახლა ახალი ადმინისტრაციის
ქმედით ეტაპზე გადასვლას და კი იმეველი რომ ჩვენ საქართველოსთან მიმართებით ბევრად უფრო გამოკვეთილ და მკაცრ პოლიტიკას მოვესწრებით უახლოეს კვირებში. რაც შეეხება ისევ დაუბრუნდეთ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას და უკრაინის თემას ამ შემთხვევაში უნდა იყოს თუ არა თქვენი აზრით ისეთი ტიპის გადაწყვეტილებებს უნდა ველოდოთ თუ არა რომელიც იქნება მიმართული უკრაინის წინააღმდეგ და გარკვეულწილად იყო შიშები ხო იმასთან დაკავშირებით რომ ისეთი ტიპის დახმარებები იქნებოდა თუ არა უკრაინისთვის გამოყოფილი რომელსაც ჩვენ აქამდე ვხედავდით ამ მიმართულებით თქვენი პროგნოზი როგორია? აქ რამდენიმე საკითხი არის ყურადსაღები. პირველი ის რომ გუშინ დონალდ ტრამპის მიერ გაჟღერებული განცხადება არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას არასწორად გაგებული. იმისთვის რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეძლოს თავისი სიძლიერის შენარჩუნება და თქვათ კიდევ უფრო მაღალ ეტაპზე აყვანა, ამისთვის რასაკვირველია საჭიროა რომ რეგიონში ომები არ მიმდინარეობდეს, ანუ სტაბილურობა და მშვიდობის უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს ისეთ სახელმწიფოთვის, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები. ეს ჩემთვის ნიშნავდა იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს ამბიცია აქვს, რომ დარჩეს გლობალური მოთამაშე და იყოს აქტიური მოთამაშე საერთაშორისო პოლიტიკაში, რაც არის კარგი მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომისთვის და საქართველოში მიმდინარე პროცესებისთვის. ასევე ლოგიკურია, რომ მას ენდომება, რომ მის მემკვიდრეობად ჩაითვალოს ის, რომ ომების აღმოფხვრა შეძლო და ამ წუთისთვის ორი ცხელი ომი მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში, ამიტომ ლოგიკურია, რომ ეს მის ინტერესებში შედის. მაგრამ არაფერი არ მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინისთვის წინა ადმინისტრაციის მიერ მიღებული დახმარების გადაწყვეტილებები ან გადახედვას დაექვემდებარება, ან შეჩერდება, ან შემცირდება, პირიქით არაერთხელ ითქვა, რომ ეს გადაწყვეტილება არის ორპარტიული გადაწყვეტილება და რაც თავარია ითქვა, რომ უკრაინისთვის მხარდაჭერა უნდა შენარჩუნდეს და გაძლიერდეს, იმიტომ რომ ამ უსამართლო ომში ბოროტება არის პუტინი და უკრაინა არის დემოკრატიისთვის მებრძოლი სახელმწიფო. ამიტომ თავისთავად, ანუ ამოსავალი წერტილი, რომ უკრაინას მხარდაჭერას გამოუცხადებს ამერიკის შეერთებული შტატები, ამაში არავის ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინა არ არის რაღაც რიგითი მოთამაშე ამ შემთხვევაში, ხო? ეს არის ძალიან დიდი სახელმწიფო, საკმაოდ დიდი რესურსებით და ნებისმიერი სახის იქნება ეს, რა ვიცი, მოლაპარაკება თუ რაღაც ტიპის ახალი ეტაპი ამ ომის ფაზაში ვერ მოხერხდება ამ შემთხვევაში ზელენსკის და უკრაინელი ხალხის ინტერესების უგულებელყოფით, რა პოზიციებით სუბიექტურად არ უნდა კონდეს ტრამპს და კიდევ ერთხელ ვამბობ, მას არც ერთხელ არ გაუკეთებია განცხადება იმის თავაზე, რომ მას არ უნდა უკრაინის დახმარება ამ უსამართლო ომში. მათი პოზიციები ცხადია, მისი გუნდის პოზიციები ძალიან აშკარაა, რომ აქ პუტინი არის ბოროტება, რომ პუტინის განეიტრალება უნდა მოხდეს შემდგომი ბოროტებების თავიდან აცილების მიზნით, მსოფლიოს გლობალური უსაფრთხოების კონცეფციის თავარ საკითხში არის, თავარ საკითხებს შორის არის რუსული დეзинფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, რუსული ჰიბრიდული ომი და პუტინის საფრთხე როგორც ასეთი ევროპული უსაფრთხოებისთვის, ეს არ ამგონია რომ ვინმეს ახალ ადმინისტრაციაში სათანადოდ არ ესმოდეს. და კვლავ საქართველოს რომ დაუბრუნდეთ, მნიშვნელოვანი თემა დავოსის ეკონომიკური ფორუმი და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, როგორც ვიცით, საქართველოს ხელისუფლებამ გამოეთიშა ყველაფერს, არც კი მიიწვიეს ირანისა და რუსეთის შემდეგ საქართველოს პრინციპში შესაძლოა ასე ჩავთვალოთ და იქ იმყოფებიან მაგალითად ლიდერები სომხეთის, აზერბაიჯანის ასე შემდეგ. ეს რა ტიპის პლატფორმებია ქვეყნისთვის, როგორ უნდა იყენებდნენ ამ ტიპის პლატფორმებს სახელმწიფოები და რას ნიშნავს ის, რომ ჩვენ ამ ორ მნიშვნელოვან ფორუმს არ ვესწრებით? ზოგადად ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ეს არის რეგიონული უსაფრთხოების კონფერენციები, დავოსი ეკონომიკური თვალსაზრისით და მიუნხენის კონფერენცია არის სუფთად სამხედრო და უსაფრთხოების პოლიტიკის გამსაზღვრელი პლატფორმა, სადაც ჩვენი მონაწილეობა ჯერ ერთი წარმოაჩენდა ჩვენს როლს უსაფრთხოების პოლიტიკაში და ჩვენ წვლილის შესაძლებლობას და მეორე ჩვენი დაცვის უზრუნველყოფის შესაძლებლობებს, იმიტომ რომ ჩვენ დამოკიდებული ვართ საერთაშორისო დაცვის ქოლგებზე, როგორც პატარა სახელმწიფოები რეგიონში, რომლებიც გადარჩენისთვის ვიბრძვით და ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის ვიბრძვით. ამიტომ ზოგადად რასაკვირველია, ცუდია, ამავდროულად კარგია იმის გათვალისწინებით, რომ ისინი რუსეთის წარმომადგენელ
დიქტატორულ ოლიგარქიულ რეჟიმებს არ იწვევენ, არ ხუჭავენ ამაზე თვალს, არ იწვევენ და ამბობენ, რომ ჩვენ მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან არანაირ დიალოგში არ უნდა ვიმყოფებოდეთ. აი გავრცელდა ინფორმაცია 3+3-ის ფორმატთან მიმართებაშიც, ვნახეთ სერგეი ლავროვის განცხადება. თქვენი აზრით ამ მიმართულებით უნდა ველოდოთ თუ არა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან გარკვეული ტიპის ძვრებს ამაზე არ დაუფიქსირებია მკაფიო პოზიცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიუხედავად იმისა, რომ თემა რამდენიმე დღეა კვლავ აქტუალურია. ეს ამ ფორმატის შემოცურება ხშირად ხდება ხოლმე, ამის მცდელობა სულ აქვთ რუსებს, იმიტომ რომ ნიადაგს მოსინჯავენ ხოლმე, როდის არის საქართველოს პოლიტიკურად ყველაზე მყიფე და სუსტ პოზიციებზე და როდის შეიძლება ამ თემის ვთქვათ პერიოდულად წამოწევა. რასაკვირველია, რუსეთს ამის ინტერესი აქვს, ეს იქნება საქართველოს სუვერენიტეტისთვის დამღუპელი პლატფორმა და ამაში შეთრევას ცდილობს. რა თქმა უნდა, საქართველოსი იყენებს რა აი ამ გარდამავალ თუ გაუგებარ ვითარებას საქართველოში ამაზე ასუხი არის შემდეგი. ჩვენ თუ ივანიშვილის რეჟიმი შეგვინარჩუნდა დიდი ხნით, მაშინ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობას საფრთხეს შეუქმნის. ამიტომ კი, ყველაფერს შეიძლება ველოდოთ, შეიძლება ველოდოთ ნეიტრალიტეტის გამოცხადება, შეიძლება ველოდოთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით განსხვავებულ პოლიტიკას, შესაბამისად მიდიოდა დისკუსია მას შორის ისინი საუბრობდნენ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე არჩევნებამდე ჯერ კიდევ. სულ არის ამის მცდელობა და ივანიშვილის რეჟიმის როგორც საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის დანიშნულება საქართველოში არის, რომ საქართველოს სუვერენიტეტს ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს და ჩაბარდეს რუსულ ორბიტას. ამიტომ თუ ივანიშვილის რეჟიმი შენარჩუნდა საქართველოში, ყველაფერს უნდა ველოდოთ, მათ შორის 3+3 ფორმატზე მიერთებას და ბევრად უფრო რთულ სცენარებს. მაგრამ ვინაიდან ჩვენ იმისთვის ვიბრძვით, რომ საქართველოში დემოკრატია გადარჩეს და შესაბამისად გადარჩეს ქართული სახელმწიფოებრიობა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოსი, მაშინ ამის შესაძლებლობა არ მიეცემა არც ივანიშვილს. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ფორმულას კითხვებს ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის ხელმძღვანელი პასუხობდა.